ვარ მე-9 კლასში. ჩემი ყოველდღიურობა იყო მხოლოდ მეცადინეობა და სკოლა. რაც თავი მახსოვს, სულ ხატავდი. და ცოტა ხნის წინ დავინტერესდი გრაფიკულ დიზაინით. მე ვარ ანა გურგენიძე და ვარ 15 წლის. როდესაც დავინტერესდი ამ გრაფიკულ დიზაინით, უფრო ჩავუღრმავდი ამ თემას. ანუ აღმოჩნდა თუ მე ბევრი სხვადასხვა მიმართულება აქვს, მაგრამ მე კონკრეტულად რაც მაინტერესებდა და მომწონდა, იყო აი რეკლამები, აი ესეთი ბილბორდების რო ქმნიან. და მე შემოიპოვა Skillwheel, სადაც სწავლობ უკვე 9 წელია, Photoshop-ს, Illustrator-ს და Figma-ს. და უკვე რაღაცები შექმნა დავიწყეთ. აი რეკლამების და ეგეთ რაღაცების. Photoshop-ში ვისწავლე, როგორ განველაგო რაღაცები, გავაბლა, რა დავუშვათ შუქრთშილი, ან ფერები შევცვალო, ან ფიგურები გავზარდო, პირიქით დავაპატარავო, შევცვალო, გები ამოვჭრა და ასე შემდეგ და Illustrator-ში აი ცოტა ხანი ნაკლები ყურადღება დავუთ მე ახლა უფრო Photoshop-ზე აქცენტი. მან ვისწავლე დაუშვათ როგორ შემიძლია რაღაც მითვითონ დახატვა, აი პრინტების გაკეთება. Figma-ში ვისწავლეთ, რომ ტელეფონში რეკლამის სწორი განლაგება როგორ გავაკეთოთ. სკოლაშიც არის ხოლმე ესეთი, რომ ბევრს გაძლევენ, ან მოსამზადებელი ხარ რაღაცისთვის და დრო არ მყოფნის ხოლმე. და ძალიან მიხარია, რომ ჩაწერილი ლექციები არის, რადგან ნებისმიერ დროს შემიძლია ვუყურო. და მეორეჯერაც შემიძლია ვნახო და ეგეც კარგი არის. ლექციებზეც აჩვენებენ ხოლმე ნამუშევრებს, მოყვათ მაგალითი, როგორ უნდა გააკეთო, როგორ არა, რა ჯობია. ვორქშოპს რო ვაკეთებ რაღაც დავალებას, ამ პროექტს გვაძლევენ, ჯგუფური იქნება თუ ისე ინდივიდუალურად რო ვაკეთებ. ყველაზე მეტად მომწონს, რომ აი უსასრულოდ მართლა კითხების დასმა რო შეგიძლია დაიხმარო სამუშაოს დროს, იმიტომ რომ რაღაც რომ ავიწყებ ან ვერ გავიგებ, ვკითხავ. ნებისმიერ დროს შეგიძლია მიწერო და გიპასუხებს. თავიდან მეგონა რომ იქნებოდა რთული და დამეზარებოდა, მაგრამ ისე მომწონს, აი რო ვაკეთებ შენთვის რაღაცას, ლექციებზეც არა, უბრალოდ მითვითონაც ვაკეთებ ხოლმე თავისუფალ დროს. და ძალიან მომწონს აი ეს თვითონ პროცესი რო ქმნი რაღაცას. ყველაზე მეტად მომწონს აი როდესაც ვაკეთებთ ვითომ რაღაცის რეკლამას, ან ჩვენ თვითონ ერთი ესეთი დავალება ყო, ჩვენ თვითონ ვითომ რაღაცა კომპანიას ვქმნით და უნდა გავუკეთოთ ლოგო, პროგრამა და ამ დავალებას მოყვა ბრენდბუქის გაკეთება. ეს მომწონს, რადგან აი ძალიან სახალისო თემა არის რა. თან შენ თუ ვფიქრობ რაღაცას, თან შენ უნდა განვალაგო და რაღაცა ისე გრძნობდი თავს თქო, სადღაც მუშაობ და აი ძალიან მომეწონა. ამ დროში რაც ვწავლობ, ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე, საინტერესო და გამოსადეგი. როდესაც ამ კურსებს მოვრჩები, ანუ ამაზე არ გავჩერდები, კიდე გავაგრძელებ სწავლას. თავიდან სანამ სწავლის პროცესში ვიქნები აი კოლეჯში, უნივერსიტეტში, პარალელურად მინდა მუშაობა. რომ დავაგრო პრაქტიკული ცოდნა და გავხდე პროფესიონალი.